46 წლის თენგიზ კაკიაშვილი არის პიროვნება, რომელსაც გერმანიის პოლიცია ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს, რადგან სწორედ ის არის მხილებული საკუთარი ცოლის მოკვლის მცდელობაში. გერმანული მედია წერს ამ ამბის დეტალების შესახებ და სწორედ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ გუშინ 46 წლის მამაკაცმა დილით ტრამვაიში საკუთარ ცოლს აალებადი ნივთიერება შეასხა და მისი ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული. ეს შემთხვევა ქალაქ გერაში მოხდა. მედია წერს, რომ თენგიზ კაკიაშვილი არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც სავარაუდოდ გერაში მრავალი წელია ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა დეტალები არ არის ცნობილი დაშავებული ქალის შესახებ. არ ვიცით, ის არის თუ არა საქართველოს მოქალაქე და როგორც მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვარკვევთ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარ შორის თავდაპირველად ტრამვაიში იყო კონფლიქტი, სიტყვიერი დაპირისპირება და სწორედ ამის შემდგომ მამაკაცმა აალებადი ნივთიერება სავარაუდოდ საწვავი შეასხა საკუთარ ცოლს და ცეცხლით წაუკიდა. ამის შემდგომ როგორც პოლიციას უყვებიან ჩვენებებში მოწმეები, მგზავრებმა სცადეს, რომ ტრამვაი გაეჩერებინათ, მათ გამოიყენეს სამაშველო ღილაკი და სწორედ როდესაც ტრამვაი გაჩერდა, გაღებული კარის მეშვეობით შეძლო კაკიაშვილმა გაქცევა და სწორედ ამ გაქცევის მომენტიდან ამ დრომდე პოლიცია მისი ადგილსამყოფელის დადგენას ვერ ახერხებს. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, მას პირველადი სამედიცინო დახმარება ტრამვაის მძღოლმა აღმოუჩინა. ამის შემდეგ ადგილზე უკვე გამოჩნდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფი, პოლიცია. მედიამ გაავრცელა ასევე დანაშაულის შემდგომ გადაღებული კადრები, სადაც კარგად ჩანს რა ვითარებაში მოხდა ეს დანაშაული და მედიკოსების ადგილზე მისვლის შემდეგ რამდენიმე წუთში საჭირო გახდა, რომ ქალი სამაშველო ვერტმფრენით უახლოეს დამწრობის კლინიკაში გადაეყვანათ. ამ ამბის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად YouTube ვლოგერები საუბრობენ, ყვებიან ამბის დეტალების შესახებ და ყვებიან, რომ ასეთი რამ ქალაქ გერაში არ ახსენდებათ და ასევე ყვებიან ვითარებაზე, რომელიც ემიგრაციას უკავშირდება. ამბობენ თავად გერმანიის მოქალაქეები, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი დანაშაულების უკან ემიგრანტები დგანან. Tengiz Kakiashvili, ist Georgier und Migrant in Gera. იზებნება თენგიზ კაკიაშვილი. ის ქართველი მიგრანტია გერაში. თავდამსხმელი ქართველი 46 წლის მამაკაცია. შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. საკუთარ ცოლს აალებადი სითხეში ასხა და მისი ცოცხლად დაწვა უნდოდა. ის ამ დრომდე გაქცეულია და პოლიცია ეძებს. პოლიციას უკვე აქვს თავდამსხმელის ფოტორობოტი და ახლა მას ყველგან ეძებენ. ცნობილია მისი ვინაობას. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე გაფრთხილებულია. მამაკაცს კეპი ეხურა და მუქი ფერის სამოსიეცვა. ის საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. არ არის გამორიცხული. ახალი დანაშაულის ჩადენის რისკიც არსებობდეს. თუ ძებნილ მამაკაცს დაინახავთ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ პოლიციას. ეს თავდასხმა მკვლელობის მცდელობად ითვლება. ცხადია, თუ ვინმეს საწვავს გადავასხამ და ცილს წაუკიდებ, ესე იგი მე მისი მოკლა მაქვს განზრახული. შემთხვევა დილის 10 საათზე ტრამვაიში მოხდა. ლუზანის დასახლებასთან ახლოს. აალებადი ნივთიერება წვენის ბოთლში იყო ჩასხმული. ეს ფაქტი მიუთითებს, როგორია მიგრაციის ფონი გერმანიაში. თავდამსხმელი ფაქტია საშიშია საზოგადოებისთვის. ასეთი შემთხვევები ჩვენთან იშვიათად ხდება, თუმცა თუ მაინც მსგავსი ფაქტები ხდება, ძირითადად დანაშაულის მონაწილეები მიგრანტები არიან. Benzin übergossen und dann angezündet. შემთხვევა გერაში მოხდა. კაცმა ქალს ბენზინი შეასხა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. ქალი მძიმედ დაშავდა. მას ადგილზე ჩაუტარეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ კი სამაშველო ვერტმფრენით კლინიკაში გადაიყვანეს. ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქუჩები. ამ ყველაფერს სჭირდება კრიტიკული რეაგირება. ვკითხულობ კომენტარებს სოციალურ ქსელში და ხალხი წერს, რომ თითქოს ამაში ახალი არაფერია, რომ არ გაკვირვებიათ მომხდარი ფაქტი. შეიძლება ასეთი შემთხვევა გვიან ღამით მოხდეს, მაგრამ ეს უმძიმესი ფაქტი დღისით მოხდა. შემდეგ კი თავდამსხმელი გაიქცა. მივმართავ ადგილობრივებს, თუ გაქვთ ინფორმაცია გაქცეული დამნაშავის შესახებ, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია, დაუკავშირდით პოლიციას. თქვენ ნამდვილად უნდა ინერვიულოთ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ეს ნორმალური აღარაა. პოლიცია ამბობს, რომ როგორც კი ქალს თავს დაესხდნენ, მგზავრებმა ღილაკს ხელი დააჭირეს და ტრამვაი გააჩერეს. სწორედ ამ დროს გაიქცნა კარი და დამნაშავემ გაქცევა მოახერხა. დაშავებულ ქალს ტრამვაის მძღოლი ეხმარებოდა. იმედი მაქვს, დაშავებული ქალის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. ჯერჯერობით არ ვიცით რა ხარისხის დამწრობა აქვს მიღებული. გამოდის, რომ დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაცული არ არის.
Aktion passiert. დაშავებული ქალი ახლა ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მის გადარჩენას ცდილობენ გერმანელი მედიკოსები. უცნობია დამწრობის რა ხარისხი აქვს მიყენებული ახალგაზრდა ქალს, ისიც სავარაუდოდ 46 წლამდე ქალია. უცნობია ასევე მისი ეროვნება, არის ის ქართველი თუ გერმანიის მოქალაქე, თუმცა ფაქტია, რომ ახლა გერმანიის პოლიცია ეძებს საქართველოს მოქალაქეს 46 წლის თენგიზ კაკიაშვილს, რომელსაც სავარაუდოდ მკვლელობის მცდელობას მოედავება გერმანული გამოძიება და დაკავების შემთხვევაში მას რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება. უცნობია რა გახდა მიზეზი, რის გამოც მამაკაცი თავს დაესხა საკუთარ ცოლს, თუმცა როგორც ადგილობრივები ყვებიან, ასევე გერმანული პოლიცია ავრცელებს მომხდარის შესახებ რელის. აქ ვკითხულობთ, რომ ამ ანგარიშწორებას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უცხოდა.